ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში სამკურნალოდ გადმოსული ადამიანების რაოდენობა იზრდება. ეთნიკური აფხაზებისთვის საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სპეციალური რეგულარული პროგრამა მოქმედებს. ამ პაკეტით ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლებიც აქტიურად სარგებლობენ. მიშა ხაშიძე გვიამბობს. სამკურნალო მარშრუტის სოხუმი თბილისი აღმოჩნდა, რომ ყველაზე მისაღებია. აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემა რუსეთთან აქტიურად თანამშრომლობს, მაგრამ სამედიცინო მომსახურება იქ ძვირია და აფხაზი პაციენტებისათვის არ შეღავათები მოქმედებს. პაციენტები ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისის კლინიკებში მომსახურებით სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ სარგებლობენ. გადმოდიან ენგურის ხიდის საშუალებით, გადიან ამ ყველა სახის საგუშაგოს, გადმოდიან ადმინისტრაციულ საზღვარს და მოგმართ ჩვენ ამის შემდეგ ხორციელდება მათი გადამისამართება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც მათ გაეწევათ ძალიან მაღალი ხარისხის კვალიფიციური სამედიცინო სერვისი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების მკურნალობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი იხარჯება. თბილისში ოკუპირებული რეგიონიდან სხვადასხვა სახის დაავადებით 2015 წლის იანვრიდან დღემდე 200 პაციენტი ჩამოვიდა. მათ შორის არიან ბავშვები და ქალები. მრავალი პროფილის პაციენტი მოდის, აკოს კონკრეტულად განსაზღვრული რაღაც ერთი მიმართულების კონტინგენტი, მოდიან ბავშვები, საშუალო ასაკის, ასაკობრივ გრადაციას მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, თუმცა ბოლო ხანებში ნამდვილად შეინიშნება ტენდენცია მატებისკენ ისეთი პაციენტების, რომლებიც C ჰეპატიტით არიან ინფიცირებულნი. არის პაციენტი, რომელსაც ნეიროქირურგიული ჩარევა ჭირდება, 4 თვის პაციენტია, ტრავმატოლოგია, ზოგადი ქირურგია, თერაპიული თვალსაზრისით არის ენდოკრინოლოგიური პრობლემები, ნევროლოგიური პროფილის პაციენტები. მოგაკითხე პაციენტმა თუ ამბობდიან, რომ 14 წლის გოგონამ აფხაზეთიდან სოხუმიდან საკმაოდ მძიმე მდგომარეობით დიაგნოზი იცოდნენ უკვე 1 წლის განმავლობაში, მაგრამ არ იყო დაწყებული ინსულინოთერაპია. ჩვენ დავსვით ინსულინით დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი და დავიწყეთ ჩანაცვლებითი თერაპია ინსულინის ანალოგებით. აფხაზი პაციენტები გვეუბნებიან, რომ თბილისში მკურნალობას აქაური ექიმების მიმართ მეტი ნდობისა და ადამიანური ურთიერთობების გამოც ირჩევენ. საქართველოს სახელმწიფო ძალიან გვეხმარება. ბევრი შეღავათი აქვთ აფხაზებისთვის. მე 6 წლის წინ ოპერაცია გავიკეთე. ახლა კი ჩემს მეუღლეს მოტეხილობა ჰქონდა და ჩამოვედით სამკურნალოდ. ოპერაცია გაუკეთეს თბილისში. საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. უაღრესად კმაყოფილები ვართ ქართველი ექიმებითა და მათი მომსახურებით. ატმოსფეროც შესანიშნავია. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯანდაცვის კუთხით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. ადგილობრივი ექიმები კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ვერ გადიან. არ გააჩნიათ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა.